რომელიც უკვე ბევრი წელია ადამიანებს ეხმარება საკუთარი პოტენციალის აღმოჩენაში და რეალიზებაში. სწორედ მასთან ერთად გავაგრძელებთ საუბარს თემაზე თუ როგორ შეგვიძლია სწორად დავიწყოთ ახალი კარიერული ნაბიჯები და შევინარჩუნოთ მოტივაცია გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენი სტუმარი იქნება დღეს დავით კენჭაძე, რომელიც არის დასაგმების სააგენტოს დირექტორი. მოგესალმებით. გამარჯობა. დღეს მივიღებთ მნიშვნელოვან რჩევებს დარწმუნებული ვარ თქვენგან. განსაკუთრებით კი სექტემბერში არის ხოლმე ამ რჩევებისთვის საუკეთესო დრო ალბათ, ისევე როგორც მოსწავლეების სკოლაში მიდიან იწყება ახალი სასწავლო სემესტრი და განსაკუთრებული მზაობაა სიახლეებისთვის. ადამიანებს, რომლებსაც სურთ რომ კარიერულად განვითარდნენ, სწორედ ამ დროს არჩევენ ხოლმე ასევე სიახლეებისთვის. ამ მხრივ თუ არის მომართვიანობა თქვენთან ესეც საინტერესოა. კი, ბუნებრივი არის, იმიტომ რომ ზოგადად ადამიანები განათლების და განვითარების თვალსაზრისით იწყებენ ხოლმე სექტემბერში, ეს პერიოდი გრძელდება 20 დეკემბრამდე, მერე როგორც წესი არის ერთი თვე შესვენება და მერე ისევ ახალი სეზონი იწყება ხოლმე ზაფხულამდე რა. ანუ ეს პერიოდი არის, ანუ სინამდვილეში სადაც 10 თვე არის, როდესაც 10 თვე გამოდის, როდესაც ჩვენ აქტიურები ვართ ამ თვალსაზრისით და 2 თვე არ გვინდა ხოლმე განვითარება და ესე ვთქვათ არც მოტივაცია არ არის. ხო და აბა რა გვინდა მაგ დროს? აი 20 დეკემბრიდან რა გვინდა ხალხო? 20 დეკემბრიდან არის სამზადისი იმისათვის რომ ვიქეიფოთ, მე როცა ვიქეიფოთ, მე კიდე ცოტა ხანი ხო გვინდა ორ-ორი დღესასწაული. კიდე ამ ორ-ორი დღესასწაული მე შემდეგ აგრძელებ. კი, ცოტა მე კიდე ანუ მართლა ეგრეა, ოღონდ ყველა ბიზნესში ესე არის რა. ნუ გარდა რიტეილისა, რიტეილში არ იგზნობა ეს 31-მდე, იმიტომ რომ იქ აქტიური გაყიდვები მიდის, მე იქაც ყდება ხოლმე რა, ანუ სინამდვილეში დეკემბერი და იანვარი საცალო ბიზნესში რო გაერთიანო, მაინც 2 თვე არის რა, უბრალოდ იანვარში თითქმის არაფერი არ ხდება და სამაგერად გავამაგებული საქმიანობა არის იმაში. მივიდეთ დეკემბრამდე, ისე რომ ზაფხულში კარგი დასვენების მერე, მათ შორის რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ამაზე ვისაუბრეთ უკვე, მოვიკრიბოთ ძალა საკუთარ თავში, ვიპოვოთ მოტივაცია, რომ დავიწყოთ ახლიდან ენერგიულად. ლიზა, მან არის როგორი მნიშვნელოვანი თემა, იცი რომ ყველა ადამიანს აქვს რაღაცა თავისი მოტივატორი. ანუ მაგალითად არის როგორი რაღაცა, იცი, ახლა ვიღაცისთვის არის თავისი საბანკო ანგარიში, რო შევა და რო ნახავს, რო ცოტა არის, შემოირტყავს ხელს ესე თქვა და ვაიმე, ხა დროზე უნდა ვიმოქმედო. ზოგისთვის ეს არ არის მოტივაცია, ზოგისთვის არის აბსოლუტურად სხვა რაღაცა, რომ ვიღაცისგან არ ვიცი ნახოს შექება მაგალითად, ან არ ვიცი რაღაცა კარიერული წინსვლა, ოდნავ რო დააწინაურებენ, ის არის მნიშვნელოვანი. ზოგისთვის საერთოდ ეგ არ არის მნიშვნელოვანი და უბრალოდ რომ შეაფასოს ვიღაცამ, რომ კარგი მშობელი არის მაგალითად. ანუ ხვდებით, ყველასთვის არის რაღაც სხვადასხვა ტიპის მოტივაციები არის და ამიტომ პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა დაუსვათ შეკითხვა, რომ ჯერ რა გვინდა და მერე რა გვამოტივირებს რა. ეს არის ისეთი რაღაცა, რომელზეც პასუხი უნდა ვიცოდეთ. ისე ძალიან სიღრმისეულად, იმიტომ რომ თუ არ ვიცით სად მივდივართ და რა გვინდა, იქ ვერასდროს ვერ მივალთ, ხო? ლოგიკურია, უბრალოდ ვივლით, ახლა აქედან რო გახვიდე და დაიწყო სიარული, შეიძლება არ ვიცი, აღმოჩნდე გლდანში, ხო? ან საბურთალოზე აღმოჩნდე, მაგრამ სად გინდოდა წასვლა, არ იცი. უბრალოდ მე თავს იმართლებენ ხოლმე ადამიანები, რომ იცი რა, მე აი აქ მინდოდა, ხო, აი აქ ვარ რა და ნუ აი აქ აღმოჩნდა, მაგრამ თავარი ხო გზა არის, როგორ მიდიხარ მიზნისკენ რა და როცა იტყვი რა, გინდა, მე მოდიხარ და უკანალაგებ ეს თქვა მარშრუტს, როგორც აი Google Maps-ის საშუალებით როგორც დავდივართ ხოლმე, ზუსტად იგივე არის აქაც რა. და თავარი არის რა, იცი, ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ადამიანებს ჯერ არ იციან რა უნდათ, ერთი და მეორე არის ხოლმე, რა იცი, ძალიან ხშირად ქონია ესეთი შემთხვევა, ცდელობა არ გამოვიდა, იმედგაცრუება და ფარხმალის ეგრევე დაყრა. განსაკუთრებით ვატყობ ასაკს. სად არის ეგ პრობლემა? ეგ არის პატარა ασაკში და დიდ ასაკში. რა შეძახით პატარა? დიდი ძალიან დიდი თუ დიდს მეგონებით საერთოდ დაახლოებით 55-ის ზემოთ უმეტესობა ხელს იქნევს და არ გამოზდის უმეტესობაზე საუბარი. არა, ხო, ანუ არა აქვს აი ეს დრაივი რა, რომ რატომღაც ეგრე არის ჩვენთან, მე არ ვეთანხმები მაგას, მოდი ამაზე სალსახად ვთქვათ, რომ 55 წელი მაგალითად არ არის ის დრო, როდესაც შენ შეგიძლია ხელი ჩაიქნიო რა, იმიტომ რომ არ თუნდაც კარიერულ განვითარებაზე უარი თქვა, ხო? არც კარიერულ განვითარებაზე არ უნდა თქვა უარი და არც არაფერზე არ უნდა თქვა უარი, ხო, უამრავი რაღაცის დაწყება შეგიძლია ამდენი ხნის განმავლობაში, რომ გამოცდილება გაქვს ცხოვრებისეული რაღაცები იკეთები ცხოვრებაში, ხო? ეს ყველაფერი შეგიძლია შენ ბიზნესად ახალი დაიწყოს სრულიად არის შესაძლებელი. და მეორე არის პატარა ასაკში, სადღაც ალბათ 25 წლამდე, როდესაც რაღაცას ცდიან, არ გამოუვათ, მე იტყვიან რომ აი
რაღაცა იქნება ეს საჩემო არ არის და ასე შემდეგ რა. უბრალოდ ძალიან ბევრ ადამიანთან მქონია ასეთთანაც და ისეთთანაც ურთიერთობა და ვერ მოbrunებულან წლების მერე რა და იცი აი იქ შენ მართალი იყავი, იმიტომ რომ მე რაღაცა სხვა მინდოდა და არ დაგიჯერე და რაღაცას იქნებ ხელი გამართლებული არის დათო რაღაცა მცდელობების რაოდენობის შემდეგ მიხვდა რომ უნდა შეცვალო ჩვენ რადგან მაინც კარიერულ ცვლილებებზე ვსაუბრობთ. დღეს რამდენად მნიშვნელოვანია რომ ადამიანებმა დროულად გაიაზრონ საკუთარი სურვილებისა და შესაძლებლობების თანაფარდობა სწორად მიხვდნენ რაც შეიძლება მალე. კი, ელიზა როგორ არის, იცი, მე ცოტა სხვანაირად უყურებ რა, რომ შესაძლებლობები ადამიანს აქვს ძალიან დიდი. უფრო მეტი არის სურვილის ნაკლებობა რა, ანუ ადამიანებს არ უნდათ რაღაცა, აი ძალიან რომ რაღაცა არ გინდა, იმ რაღაცას ვერ გააკეთო. ნებისმიერ ადამიანს რო დაუსვე შეკითხვა რა, რომ აი ძალიან მაგრა რო გინდოდეს რაღაცა, იმ რაღაცას მიაღწევ და დადებ შედეგს. არავინ არ გეტყვის რომ არა რა, იმიტომ რომ თავი პრობლემა ისწორედ აი მოტივაციის არის, რომ რაღაცა არ უნდათ. ხდები, ეხლა თან თაობები არის, ეხლა სხვა სიტუაცია არის, ხო? არ ვიცი. მეორე მსოფლიო ომის დროს რო შევხედოთ მოტივაციას, ხო? ანუ ადამიანები რა სასწაულებს აკეთებდნენ იმისათვის რომ უბრალოდ გადარჩენილიყვნენ, ხო? ანუ აბსოლუტურად სხვა მოცემულობა არის. თითქმის ცარიელი ხელები. ხო, თითქმის ცარიელი ხელებით რა და ეხლა აქ რაღაცა გვეზარება კლიენტმა უარი გითხრა და იცი რაღაცა გარიგება ჩაგვივარდა და ეხლა ამის გამო მე ამას აღარ გავაკეთებ. ნუ არ ხდება ეგრე, იმიტომ რომ ეს შინაგანად ყველას გვაქვს რა, უბრალოდ ამას ჭირდება განვითარება. თუმცა იმაშიც არ ვიძახით სასახად რომ ყველაფერი უნდა აკეთოს. არა, რაღაცები არის რა, ერთი მთავარი რჩევა რაც არის უბრალოდ ის საქმე არ უნდა აკეთო, რომელიც გეზიზღება. თორე საქმე, რომელიც გიყვარს და თან კარგ შემოსავალს გაძლევს და თან რაღაც უზრუნველი ცხოვრება ქონდეს, ნუ ძალიან იშვიათობაა. ხო, ეს მომიკითხა ზუსტად, აი თანამედროვე სამყაროში ხო ვეცნობით, უამრავი კვლევა ქვეყნდება წლიდან წლამდე და სეზონურადაც, მათ შორის განსაკუთრებით კი იმ დროს, როდესაც ადამიანები კარიერული ცვლილებებისთვის არჩევენ ხოლმე დროს. რამდენად მნიშვნელოვანია ფინანსური უზრუნველყოფა ამ დროს და რამდენად ხშირად ხდება სწორედ ეს მიზეზი, რომ ხშირია კარიერული ცვლილებები ადამიანების ცხოვრებაში. უფრო ხშირი, ვიდრე ოდესმე ყოფილა ალბათ სხვა საუკუნეებთან შედარებით. რა თქმა უნდა, ფინანსები ძალიან მნიშვნელოვანი არის, უბრალოდ ძალიან ბევრი ადამიანი ამ თემას საერთოდ არ სწორედ უყურებს რა, იმიტომ რომ ნახე რა არის მთავარი. და მე ხა მე მოზარდებსაც ვასწავლი და შესაბამისად კარგად ხედავ ოჯახიდან რომ რაღაცები არ მოდის, რაც საჭირო არა, ის ცოდნაზე მაქვს საუბარი. ანუ პირველ რიგში ეს არის ფინანსური თავისუფლება რა, რომ ანუ ბავშვობიდან უნდა უხსნა ადამიანს, შენ შვილს, ის რომ ფინანსური თავისუფლება არის მნიშვნელოვანი. ანუ რატომღაც არის ესეთი ის რომ ოღონდ უნივერსიტეტი დაამთავრე და მე ოღონდ მუშაობა დაიწყე. ან არ ვიცი, ოღონდ უნივერსიტეტში ჩააბარე, ოღონდ მუშაობა დაიწყე, ეს ოღონდ რაღაც მინიმალისტური გათვლები. არ არის ეგ სწორი მიდგომა. სწორი მიდგომა არის თავიდანვე აუხსნათ შვილებსაც, არ ვიცი, ყველა გარშემო ყოფის, რომ ფინანსური თავისუფლება არის მნიშვნელოვანი. და აქეთკენ უნდა წახვიდე, ანუ ყოველდღიურად, როდესაც შენ ვითარდები პატარა ასაკიდან, უნდა აკეთო რაღაცეები იმისათვის, რომ განვითარდე და მიხვიდე აი იმ მიზნამდე, რომელიც არის ფინანსური თავისუფლება. ფინანსური თავისუფლება არის ის, როდესაც შენ გაქვს შემოსავალი, პასიური შემოსავალი და არ გჭირდება მუშაობა იმისათვის, რომ ეს შემოსავალი მიიღო. ან მცირე მუშაობა გჭირდება და გაქვს ბევრი დრო და ნუ ეს არ ვიცი ყველა ქართველს უსურვებ ამას ასე ვთქვათ გულითადად, მაგრამ მარტივი არ არის. ძალიან რთული არის, მით უმეტეს თუ რაღაცა ბაზისი არ აქვს რა, ანუ ფინანსური ბაზისი ოჯახიდან ვიძახი რა. მაგრამ თავარი არის ეს, იცი, ამაზე არის საჭირო ბევრი საუბარი, ბევრი ახსნა. იგივე ტელევიზიებში ან ნებისმიერ სხვა ეთერში ბევრი არის საუბარი, როგორ შეიძლება მივიდეს ადამიანი ამ მიმართულებით, რა უნდა გააკეთოს, ხო, როგორ უნდა გააკეთოს კარიერა, როგორ უნდა მოაგროვოს ფული, როგორ უნდა გააკეთოს სტარტაპი, მათ შორის ყველა ხო იძახის რომ რაღაცა საქართველოში არაფერი არ გამოვა და არის სადღაც უნდა წახვიდეს საზღვარგარეთ და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი ადამიანი დღესაც დილით ქონდა დამხვდა წერილი, რომ ერთ კვირაში ჩამოდივარ, იქ აღარ შემილია ევროპაში და რამე სამსახური ხო არ შეგიძლია რომ შემოთავაზო რა. ხდებით, ანუ ძალიან ხშირი არის და აქ არის უამრავი შესაძლებლობა. უბრალოდ გვაკლია ცოდნა და გვაკლია უნარები იმისათვის, რომ დავინახოთ და შევქნათ მე რაღაც, ესე ვთქვათ, პატარა ბიზნესი და კიდევ ერთი პრობლემა გვაქვს რა, როდესაც ვქმნით რაღაც ბიზნეს, გვინდა რომ ეს ბიზნესი იყოს, არ ვიცი, 3 თვეში მომგებიანი, ან თუ არ არის 3 თვეში მომგებიანი, ესე იგი, ანუ არ ხდება ეგრე. აი ეს ცოდნა სად უნდა
ნახონ ადამიანებმა, სად არის შესაძლებელი ამ უნარჩვევების ახლა ჩემ თავზე ხო არ დავიწყო საუბარს რა. თუნდაც, იმიტომ რომ ამის კულტურა ალბათ უფრო ნაკლებად არის, ხო, ჩვენს ქვეყანაში ვიდრე დასავლეთის სხვა ქვეყნებში. იგივე კონსულტაციებია სასკოლო ასაკში ამის შესახებ. კი, ეგ არის დიდი პრობლემა, ეს არის შესაძლებელი, ეს თქო, ჩემთან და ნუ ალბათ არის კიდე სხვა ტიპის ორგანიზაციები, სადაც არის შესაძლებელი გავსი ტიპის ცოდნის მიღება. უბრალოდ მთავარი არის, რომ პატარაობიდან აი ამაზე მუდმივად მიდიოდეს საუბარი, რომ სწორი ხედვა ჩამოუყალიბდეს მომავალ თაობებს, რომ აი ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ იცი რა არის, თუ ჩვენ ესე გავაგრძელებთ და აქ არ არის რაღაც პოლიტიკაზე და მთავრობაზე და იმაზე არ მაქვს საუბარი, ამ შემთხვევაში ვსაუბრობ წმინდა ხედვაზე, განათლებაზე და უნარებზე, იმიტომ რომ ესენი თუ არ განვავითარეთ, არ ვიცი, შეიძლება 100 წლის მერე საერთოდ ჩვენი სახელმწიფო არ არსებობდეს, უბრალოდ იმიტომ რომ გადავშენდეთ, იმიტომ რომ ჩვენ ვერ განვითარდით ისე, როგორც ვითარდებიან სხვები, მით უმეტეს ახლა წინა სტუმარი საუბრობდა AI-ზე, რომელიც ანუ გიჟურის სწრაფით ვითარდება. თავარია ჩვენ დავეწიოთ თორე. ხო, ანუ მე ვერ ვეწევ, იმიტომ რომ ყოველთვის უყურებ სიახლეებს და იმდენად ბევრი სიახლე ხდება ხოლმე, რომ ვერ ვასწრებ, რომ გავტესტო ელემენტარულად ვნახო. პრაქტიკაში აითვისო, რეალურად რო არსებობს. ანუ რბოლა არის საშინელი მსოფლიოს მასშტაბით და ეს იზამს რას იცით, რომ გადაგვაქცევს ანუ შემსრულებლებად და ვიღაც პატარა ვიწრო ჯგუფის, რომელიც შეიძლება სხვა სახელმწიფო იყოს ამ შემთხვევაში საერთოდ თუ არ განვითარდებით, მოკლედ ან ძალიან მარტივი წესი არის რა, ახლა საუკუნეების განმავლობაში ყოველთვის ესე იყო, ან სხვა ქვეყნები ჩაგრავდნენ სხვა ქვეყნებს, იმიტომ რომ ისინი უფრო განვითარებულები იყვნენ რა და იგივე არაფერი არ შეცვლილა. ადამიანები ისევ ისეთები ვართ რა, უბრალოდ ჩვენ უნდა შევძლოთ განვითარება მაქსიმალურად. არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ აი ყოველ ახალ სეზონზე მთავარი სტიმულის მომცემი და მამოტივირებელი უნდა იყოს შეფი. კი, არიან ისეთი. მაგრამ ყველა შემთხვევაში ჩვენც კარგად ვიცით, რომ შეფები ამ თვისებით არ გამოირჩევიან. რა შეგიძლიათ უთხრათ იმ დასაქმებულ ადამიანებს, ვინც შეფის შემყურე ელოდება სტიმულს, რომ ახალ სეზონზე უფრო მნიშვნელოვანი და კარგი საქმეები აკეთოს. ეს სინამდვილეში არის ორი ვარიანტი არის რა. ერთი გამოცვალო შეფი, მეორე გამოცვალო мотиваციის წყარო, ესე ვთქვათ რა. ანუ мотиваციის წყარო ამ შემთხვევაში უფრო უნდა იყოს რაღაცა სხვა, რომელიც შენზე არის დამოკიდებული და არა სხვა ადამიანზე. ზოგადად როცა კარიერაში ვითარდებით, მნიშვნელოვანი არის რომ ფოკუსირება გააკეთო შენს თავზე. იმიტომ რომ თუ შენს თავზე ხარ ფოკუსირებული და რაღაც ესე ვთქვათ აი ამ სიამოვნებას, ამ დოფამინის გამოყოფა შეგიძლია შენი მოქმედებებიდან რა, ეს არის ძალიან კარგი. და თუ აი ეს დადებითი ემოციები შენ გაქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ვიღაცამ გააკეთა უკავშირი ხდები იმაზე მიჯაჭვული. თავიდან ბოლომდე და აი რაღაცას ლაპარაკობ აკეთებ და თან უყურებ რომ იმან რაღაცა თქვას. ეს სხვა შორის ეს არ არის ისეთი ის რომ ბევრი ადამიანს ახასიათებს მეც ქონია თავის დროზე, როცა პატარა ვიყავი ასაკით, იმიტომ რომ ძალიან მინდოდა რომ ჩემს უფროს რაღაცა კარგი ეთქვა და თუ რაღაცა კარგს იძახდა ხო ძალიან მიხაროდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს დავამუღამე რომ მაგამ ჭირდება არავისი ესე ვთქვათ ქება იმისათვის, იმიტომ რომ ჩემი მე მარტივი წესი მაქვს რა, მე ვისახავ მიზანს, რაღაცა მინდა და მივდივარ ამ მიზნისკენ რა. ეს შეიძლება იყოს რაღაც პატარა მიზანი, დიდი მიზანი და როდესაც ვაღწევ ამ მიზანს, მე ვიღებ სიამოვნებას ამით და აღარ მჭირდება სხვა ადამიანის შეფასება ამისათვის. ძალიან საინტერესო რაღაცაა და ეს ბედნიერების ეს ნაწილი. რაზეც თქვენ საუბრობთ, რომ არ გჭირდება უკავშირი. ფრილანსერობას გულისხმობთ, იმიტომ რომ ფრილანსერობას ჭირდება უკავშირი. მაგაში ვერ გამოგყვები, რატო იცი, რომ ესეც ხო შენი კლიენტია. ფრილანსერი არის ბიზნესი ერთი ადამიანით რა. და შენს თუ შენ კლიენტებს უკავშირი არ გამოართვი, არ გაიგე მისი კმაყოფილებისას, მეორეჯერ აღარ მოვა რა. მაგრამ როგორც დამსაქმებელი ამ შემთხვევაში ხო შენ ხარ საკუთარი თავის დამსაქმებელი და ის პასუხისმგებლობა. კი და პასუხისმგებლობა მეტი გაქვს ამ შემთხვევაში რა, იმიტომ რომ რა არის, მე მაგალითად ბოლო წლებში ესე უყურებდი რა ჩემს თავს, როცა განვითარდი, როცა დასაქმებული ვიყავი, უყურებდი ესე რომ მე ვარ ბიზნესი და ვყიდი სერვისს რა. ანუ მე ბოლოს როცა ვიყავი დაქირავებული ვიყავი ერთ-ერთი კომპანიის გენერალური დირექტორი და მანდ ვყიდიდი ჩემს მენეჯერულ სერვისს, რომელთაც რაღაცა შედეგები უნდა დამედო იმ კომპანიისთვის რა და ანუ ამას უყურებდი როგორც ინდმეწარმე, ესე ვთქვათ, როგორც რაღაც ფრილანსერი. და ფოკუსირებული ვიყავი იმ შედეგების დადებას და თუ იმ შედეგებს ვდებდი, რომელიც ობიექტური იყო, ხო, ამ შემთხვევაში ციფრები ჩანდა, ну, აღარც მჭირდებოდა რა უკავშირი, იმიტომ რომ გასაგები იყო ეს ყველაფერი, თუმცა რა თქმა უნდა ემოციურ დონეზე უყურებდი რა, ხა, იმიტომ რომ შეიძლება შედეგები დავდე, მაგრამ ის რაღაცა სკეპტიკურად უყურებს, ამიტომ მნიშვნელოვანი არის ეს. ახლა მაგალითად თუ ხარ დიზაინერი, ფრილანსერი, ხო,
და ვიღაცას უკეთებ დიზაინს, იმის გაზომვა ციფრები ძალიან რთული არის რა, ამიტომ იმ ადამიანის უკავშირი მნიშვნელოვანია რა, იმიტომ რომ ის ადამიანი არის შემფასებელი რა. აქედან გამომდინარე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია საბოლოო და ბოლოს უნდა კითხოთ ყველაზე მოთხოვნადი, ყველაზე ტენდენციური რომელი პროფესიებია დღეს. გაყიდვები არის და ყოველთვის იქნება გაყიდვები. ეს სუბიექტური ხო არ ხარ შემთხვევით? არა, სუბიექტური, იცი, რატომ მე დასაქმების კომპანიის ხელმძღვანელი ვარ, სადაც 60-70% არის გაყიდვების ან კომერციული მიმართულებით. ყოველთვის ესე იქნება, იმიტომ რომ ბიზნეს ჭირდება ან ბიზნესი აფასებს ყველაზე მეტად იმ ადამიანებს, რომელთაც მოაქვთ შემოსავალი. ანუ ყველა დაფუძნებელი ესე უყურებს, ხო, წერტილი და შემოსავალი მოაქვთ კომერციულ მიმართულებებს რა, ეს არის გაყიდვები, account მენეჯერები, ხო, ხო, ძირითადად ესენი და იქ რაღაც მრავალი დასახელება არსებობს აი პოზიციის, თუმცა ვისაც შემოსავალი მოაქვთ, ისინი არიან ყველაზე ეს თქო დაფასებულები და ყველაზე მოთხოვნადები. მადლობა საინტერესო მოსაზრებებისთვის. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. დათო კენჭაძე დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი იყო ჩვენი სტუმარი, გვიზარებდა საინტერესო რჩევებს. დაგებითობა. საინტერესო რჩევები იყო და ლამის უთხარი. კიდე ხوار დამეხმარები რამე სამსახური მაპონიშნერ შემსხა. შენი თავარი мотиваტორი აპლოდისმენტებია, ხო? რა თქმა უნდა. და ხმა მაღალი სიცილი დარბაზიდან. ესე იგი მე მას რაღაცი თვასი ამოვნე და ხო, კი, მოდი რეკლამაზე გავიდეთ და მალე დაგიბრუნდებით.